სპეციალური ტექნიკით იმ ქუჩების გაწმენდა ხდება, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დაპირისპირება მიმდინარეობდა. დაზიანებულია გზაგამყოფები, ტროტუარები და შუქნიშნები. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ქუჩიდან ნარჩენები გააქვთ. ეხლა დაიწყება მთლიანად დაზიანებული გზაგამყოფებია, ქვის მორეცხვა მოხდება, მთლიანად განადგურებული და დამწვარი ურნების გატანა მოხდება, შეცვლა მოხდება ამ ურნების ახლით. მთლიანად ეხლა კეთილმოწყობის სამსახური, სანდასუფთავების სამსახური, ყველა სამსახური, პარკირების სამსახური ამით იქნება დაკავებული დილამდე. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიების მეპატრონეები საკუთარი ძალებით ცდილობენ ტერიტორიის მოწესრიგებას. დილიდან მოვაჭრეები ადგილზე მივიდნენ და ნახეს, რომ მაღაზიების ნაწილი დაპირისპირების დროს დაზიანდა. ჩემი აზრით ეს არის, რომ გაუგებრობის ბრალია რა. ცოტა ადრე შეიძლებოდა, რომ ჩარეულიყო ხელისუფლების რომელიმე შტოდან წარმომადგენელი, უფრო რბილად რომ ვთქვათ, უფრო არ იქნებოდა ესეთი დიდი ზარალი სახელმწიფოს მანქანების დაწვა და ასე. დასუფთავების პარალელურად განადგურებულ მანქანებზე სამართალდამცველები ექსპერტიზას ატარებენ. ავტომანქანებთან ერთად ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილიც. ჯერჯერობით უცნობია მიყენებული ზარალის ოდენობა. სასწრაფო დასათვალიერებელია, რომ დალაგდეს და დასუფთავდეს. თქვენ ახლა გვაყოვნებთ. ხო, რა? მარტო ის მოხდება, თუ მანქანა. გაგეცნოთ, პასუხი რომ შემთხვევის ადგილას მთლიანად. ექსპერტ კრიმინალისტები ბათუმში ამ წუთებშიც მუშაობენ. მთელი ღამის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში დაპირისპირება მიმდინარეობდა. ვითარება ქალაქში ღამის 11 საათის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა. დემონსტრანტებმა დაწვეს ქუჩებში გაჩერებული ათობით მანქანა, დააზიანეს შენობები, რკინის ჯებირები, საგზაო ნიშნები და ნაგვის ურნები. პროტესტის ნიშნად ხალხკეტებით და ქვებით დაამტვრიეს პოლიციის რამდენიმე ავტომობილიც. დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო ორი მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს, რასაც თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოყვა. დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწყო. მიზეზი პარკირების წესების გამო ორი პირის დაჯარიმება და დაკავება გახდა, რასაც თვითმხილველების პროტესტი მოყვა. საბოლოო ჯამში სამართალდამცველებმა გუშინ 6 ადამიანი დააკავეს, მათი გათავისუფლებისა და აჭარის პოლიციის ახალი უფროსის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული აქცია კი ღამის 11 საათის შემდეგ მწვავე დაპირისპირებაში და არეულობაში გადაიზარდა. შეკრებილები პოლიციის უფროსსა და თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებასა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცხელმსადენი გაზი გამოიყენეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია ასევე რეზინის ტყუების შესახებ.
მე უნდა დავწერო 100 ლარიანი ჯარიმაო. შვილმა უთხრა მე არ მაქვს მაგის და ბოდით და დაწერეთ მაგის დედაცო. დაწერეთ პირადული შეგინება არ ყოფილა. წინააღმდეგობა გაუწია მანქანაში არ ჯდებოდა. მანქანაში არ ჯდებოდა და ჩაათრიეს ძალით ფეხები ჩეტენეს. 90% მძღოლი აქანე რა და ბათუმში ძალიან მაგარი განაგლებულები არიან პატრულის თანამშრომლები რა ყველას გული ვკივა რა იმ დონეზე გვაზიან რომ ჯერ აქაურ პრობლემებს შეხედონ და მე კიდე აფთიაქი გინდა თუ რამე გინდა ხო კაცი საქმეს ვერ გააკეთებს რა ნაგლობა მოდის ძალიან მაგარი 50 ლარიანები კი არა 200 ლარიანები და 1000 ლარიანებზე გვაწვევია რა არ იმას გადავიხდით მაგრამ შეურაცხყოფას არ ავიტანთ პოლიციის უფროსისგან შეურაცხყოფა მოგაყენეს? აჭარლებს თათრები გვიწოდა და არავის არ უაპატიებთ მაგას. ვიდგებით ას, კი დღეს. იმიტომ რომ ვარ ქართველები, ყველანი ვარ ქართველები და თათრები პოლიციის უფროსი რომ თათარს გვიწოდებს, სხვა რას გვეტყვის. ვითარება ბათუმში 12 საათიანი დაპირისპირების შემდეგ დილის 6 საათისთვის განიმუხტა. სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. მოხდა 40-მდე დემონსტრანტის დაკავება. ხილად ეხა აქ არ უნდა დაგროშო ჩვენთან იყავ ჩვენთან იყავ აგრესია Atigați adilze!
20 კაცი რობოკოპი ბიჭებო ატვენდაზე გავიდა და კრიპონი გაიყოლე დილის 5 საათისკენ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში შექმნილი ვითარება დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციად შეაფასა. პრემიერმა განმარტა, რომ მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად მთავრობის გადაწყვეტილებით სამართალდამცველები მინიმალურად რეაგირებდნენ. პირველ რიგში ყველას მოუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ასევე ზურა პატარაძის მომართვის საფუძველზე საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენებით ხატყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი. შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას, ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება. ასევე უნდა ვთქვა, რომ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიმართ ცალსახად უარყოფითია. შესაბამისად, სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას იცხოვროს მშვიდ გარემოში. დაბოლოს მინდა საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზადაა ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოუწოდებ ყველას, რომ დაემორჩილოს კანონს და პატივისცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს.